თბილისში ბელორუსის პირველი ეროვნული გამოფენა გაიხსნა ოფიციალურ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერი და ბელორუსის ვიცე-პრემიერი მონაწილეობდნენ გამოფენაში ბელორუსის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში მოქმედი კომპანიები მონაწილეობენ. დღესვე გაიმართა საქართველო-ბელორუსის ბიზნეს საბჭოს სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე ჩატარდება ამ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ვაჭრობა იზრდება, ასევე რამდენიმე ერთობლივი საწარმო არის უკვე დაფუძნებული, ასევე არაერთი სხვა მიმართულება, სამეცნიერო საწარმო მიმართულება არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო. ასევე ჩვენ თანამშრომლობთ ტექნოპარკის სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. ის რომ ჩვენ დღეს ასეთ ფართომასშტაბიან გამოფენას მართავთ ჩვენი სახელმწიფოების მეთაურების მხრიდან სტრატეგიული ურთიერთობების დამსახურებაა. პირდაპირ ვეთქვი ქართულ კოლეგებს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს. მთელ წელზე დავსახეთ ამოცანები და ყველა მათგანი შესრულებულია. თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგი არის, მნიშვნელოვნად შეიძლება გაფართოვდეს. ჩვენ მე მქონდა დღეს შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ორი მთავარი მიმართულება, რაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას, ეს იქნება ბელორუსიული ფარმწარმოების, ბელორუსიული მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგანაც მათ უკვე ევროპული ხარისხი აქვს დადასტურებულად და მეორე თანამშრომლობა კლინიკური მიმართულებით, ძირითადად ეს იქნება ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა.